ბათუმის საქალაქო სასამართლო მედია ვასაძის წინააღმდეგ დოდო დიასამიძის სარჩელის განხილვა დაასრულა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ, რომელმაც დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაკითხა, გადაწყვეტილება 4 აგვისტოს უნდა გამოაცხადოს. მოსარჩელე მხარის იურისტის განცხადებით, მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულების სახით წარდგენილი ტელეარხი 25 ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა და აუდიო ჩანაწერი, სადაც მედია ვასაძე დოდო დიასამიძეს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს განსახილველად არ მიიღო. რადგანაც ჩათვალა, რომ აღნიშნული საქმე შეტანილი სარჩელისაგან დამოუკიდებლად განხილვას მოითხოვდა. სოსო კორკელია სასამართლოსთვის ახალი სასარჩელე მოთხოვნით მიმართვას და მედია ვასაძისაგან საჯაროდ ბოდიშის მოხდეს მოითხოვს. ბრალდებული მხარის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჩვენს მიერ წინა პროცესზე წარმოდგენილი იქნა დისკზე ჩაწერილი აუდიო ჩანაწერები, ანუ ეს ეხებოდა 25 არხი ჟურნალის ჯაბა ანანიძესა და მედია ვასაძეს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს, სადაც ცალსახად აყენებდა შეურაცხყოფას დიასამიძეების ოჯახს, აღნიშნული მტკიცებულებაში, როგორც მტკიცებულება წარმოდგენილი იქნა, თუმცა სასამართლომ იმ მოტივით, რომ ეს შეეხებოდა ცალკე სხვა ფაქტს, აქედან გამომდინარე, ამ საქმეზე, ამ სარჩელთან დაკავშირებით მტკიცებულებად არ მიიღო. თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცალკე სარჩელით მიმართოთ სასამართლოს.